მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სპეციალს ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტ მისიხვის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ ქალი მწერლების შესახებ. საუკუნეების განმავლობაში ქალებს, რომლებიც შემოქმედებით ცხოვრებას ირჩევდნენ, არაერთი დაბრკოლება ხვდებოდათ წინ. გაურკვეველი პერიოდის განმავლობაში მკითხველთა ნაწილი ქალების შექმნილ ლიტერატურას არასერიოზულადაც კი უყურებდა. მარტი კი ალბათ ის თვია, როცა ლიტერატურაში ქალების როლს განსაკუთრებულად უნდა გაისვას ხაზი. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ მწერალ ქალს, რომელთა წიგნებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია. ასტრიდ ლინდგრენი. ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩამონათვალს ჩვენი საყვარელი ბებიას ასტრიდით ვიწყებთ. შვედი მწერალი განსაკუთრებულ წარდგენას ალბათ არ საჭიროებს. ბევრი ჩვენგანი ხომ მის გმირებთან ერთად გავიზარდეთ და ვიცოდით ეს ამბავი სადღაც შორეულ შვედეთში ერთი კეთილი ქალის გონებაში იხარშებოდა. ჯოან როულინგი. კლავად საბავშვო მწერალით უნდა გავაგრძელოთ. მართალია როულინგმა ჯადოქრების გარდა სხვა ბევრ რამეზეც დაწერა და არც პოეტრი დაამთლად საბავშვო ნაწარმოები, თუმცა მკითხველების უმეტესობა ჰოგვარტსში სულთლად პატარები გავემგზავრეთ. ენიდ ბლაიტონი. ბლაიტონი კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ინგლისელი საბავშვო მწერალია. მარჯან სატრაპი. გონით რომ მოვიდა გრაფიკულ რომანზეც ვისაუბროთ. პერსეპოლისი კი უთუოდ გექნებათ გაგონილი. ბოლოს და ბოლოს თავის დროზე პირველი გრაფიკული რომანი იყო, რომელიც ქართულად ითარგმნა. წარმოშობით ირანელი ფრანგი მწერლისა და ილუსტრატორის ეს წიგნი ავტორისეულ გამოცდილებებს ეფუძნება და ისლამისტურ ირანსა და ევროპაში ერთი გოგოს რთულ და გამოწვევებით საუზე ცხოვრებაზე ყვება. სალ რუნი. პირველ შესანიშნავ მილენიალ ავტორად მონათლული სალი რუნი ახალგაზრდა ირლანდიელი ავტორია, რომლის წიგნებიც დღეს უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობენ. რუნის სამივე რომანი, საუბრები მეგობრებთან, ჩვეულებრივი ადამიანები და მშვენიერი სამყარო, თანამედროვე ურთიერთობებზისა და შეულამაზებლად ყვება. თამთა მელაშვილი. დაიდრო მოვიდა ქართველ მწერალ ქალებზეც ვისაუბროთ. თამთა მელაშვილი კი დღეს უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ავტორია. თუმცა ავტორის კარიერაში გარდამტეხი მომენტი პირველი რომანის გამოცემა იყო 2010 წელს გამოქვეყნებული გათვლა არაერთ პრემიის, მათ შორის საბას ლაურიანტი გახდა. ზაირა არსენიშვილი. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ზაირა არსენიშვილი უკვე თანამედროვე კლასიკოსია. არსენაშვილს როგორც გამორჩეულ სცენარისტს საქართველოში კარგად იცნობდნენ, თუმცა მისი ლიტერატურული შემოქმედება წლების განმავლობაში მკითხველთა ფართო წრისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. შეუძლებელია გამორჩეულ ქართველ ქალმწერლებზე ისაუბრო და ანა კორძაია სამადიშვილის სახელი არ ახსენო. მართალია რომ სადებიუტო წიგნი ფსევდონიმით გამოსცა, მაგრამ აღიარებას მაინც ვერ დაემალა. მოთხრობების კრებულმა ბერიკაობამ საბას არსებობის პირველივე წელს მოიპოვა პრემია. მას მოჰყვა რომანი შუშანიკის შვილები, მოგვიანებით ვინ მოკლა ჩაიკაც, რომელმაც ილიაუნის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა, თუმცა ავტორის ალბათ ყველაზე პოპულარული ტექსტი მისი ამ დროისთვის ბოლო რომანი ზინკა ადამიანია. რიგითი ადამიანების ერთ-ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ცხოვრებაზე წერით ანა კორძაია სამადაშვილი ნამდვილად იქცა ქართული მკითხველის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ავტორად. გარდა წერისა, ანა თარგმნის კიდეც გერმანულად. მან გადმოაქართულა ისეთი ცნობილი ავტორების წიგნები, როგორებიცაა არიან ერიხ მარია რემარკი, ჰერტა მიულერი და ინგბერგ ბახმანი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია თეთრი კარავი. მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და ჩვენი შემდეგი თემა ოჯახში ძალადობაზეა და იმ ქალებზე, რომლებიც მოძალადე ქმრების გვერდით აღმოჩნდნენ. ყველას არ შეუძლია ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა მოძალადე. აი, უკვე გვირეკავენ. მოგესალმებით, საიდან გვიკავშირდებით და როგორ მოგმართოთ? მე ნანა ვარ 38 წლის. მე მყავს ერთი ნაცნობი, რომლის ქმარს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ცოლს ცემდა. როგორც იქნა გამოექცა, მაგრამ ის კაცი ახლაც დასდევს, აკითხავს და სიცოცხლეს უმწარებს. სამწუხაროდ არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კარგი ცოლი ასეთ კაცსაც მოარჯულებსო, წარმოგიდგენიათ? ანუ თურმე ქალი არ ვარგა. ისეთი შემთხვევაც მახსოვს, როცა ახალგაზრდა გოგო სამჯერ გამოექცა მოძალადე ქმარს და მშობლებმა სამივეჯერ უკან დააბრუნეს. იმ მოტივით, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ბევრი რამ უნდა მოითმინოსო. სანამ ქმარმა შუბლზე იარაღი არ დაადო, მანამდე ვერ მიხვდნენ, რომ უნდა წამოეყვანათ. ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად ბავშვები იჩაგრებიან. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნია.
ამ ჭორიკანა ადამიანებს ვინ მისცა უფლება რომ სხვები გაკიცხონ და განსაჯონ? ასე ხომ შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანონ? კიდევ კარგი რომ გულშემატკივარი უფრო მეტი მყავს. სწორედ ისინი მამხნევებენ და მაძლევენ ცხოვრების ხალის. მადლობა თქვენ თეთრ კარავს, რომ საშუალება მოგვეცით ერთმანეთს ჩვენი ამბები მოუყვეთ. ახლა მესმოდა თქვენი ლაპარაკი და არ შემიძლია, არაფრით არ შემიძლია რო არ ჩაგერთოთ. ასეთი უპატივცემლო დამოკიდებულება ქალების მიმართ განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. ოჯახში გოგო რო გაჩნდება, უკვე დაჩაგრულია გენაცვალე. ადრე ოჯახი რომ შეიქმნებოდა, ქმართან განშორება გამორიცხული იყო. ქალს ბოლომდე უნდა მოეთმინა, თუნდაც მისი ქმარი პათოლოგი ყოფილიყო და ცემატყეპაში ეცხოვრა. ბევრგან ახლაც ასეა. ყველაფერი იღბალზე იყო დამოკიდებული. ან გაგიმართლებდა, ან არა. ზოგს უმართლებდა, კარგი ბუნების ნორმალურად აღზრდილი მამაკაცი შეხვდებოდა, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ქმარს ეჩვეოდა და ეგუებოდა. ზოგი კი ბოლომდე ითმენდა და ითმენდა. ადამიანს, რომელიც არ უყვარდა და ხასიათიც ისეთი ჰქონდა, მასთან ყოფნა წამების ტოლფასი იყო. მეც სულ ვფიქრობდი, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ძალღონე არ უნდა დაიშუროს, მაგრამ პათოლოგ და მოღალატე ქმარს თავის დროზე უნდა მოშორდეს. ხო, თუმცა მერე ისეთ ქალს ვიღაც ეჭვის თვალით უყურებს, ვიღაც ჭორაობს. მეც ბევრჯერ გავხდი იმ ადამიანების სამიზნე, რომლებიც ყოველთვის ყველაფერში ქალს ამტყუნებენ. ხო? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან გვიკავშირდებით? მე გახლავართ თალიკო დობორჯგინიძე, საშუალო სკოლის ფიზიკის პედაგოგი. არიან ჩვენ გვერდით ქალები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას მთლიანად ოჯახს უძღვნიან და პირადი ბედნიერება დავიწყებული აქვთ. თუმცა ასეთი ქალების მიმართ მადლიერების გზნობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არა აქვთ და იმედგაცრუებულები ბოლოს თავს ძალიან უბედურად გრძნობენ. ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და ნებისმიერი საშუალება, რომელიც ამ ბედნიერებამდე მიგვიყვანს, გამართლებულია. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.